აღდგომა ღამის თევით იზეიმეს გორშიც. გორის ღვთისმშობლიშობის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ ჩაატარა. ტაძრის გარშემო გაიმართა საზეიმო მსვლელობაც. მომლოცველები განსაკუთრებით ელოდებოდნენ იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლის ჩამობრძანებას, რომელიც მოგვიანებით სახლში წაიღეს. ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამრგუნველი, დასაფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. საოცარი სიტყვები არის, რომელიც ბადებს იმედსა და სიხარულს და მიუხედავად იმისა, რომ მწუხარების დღეები გვაქვს ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო, აღდგომის დღესასწაულს შემოაქვს დიდი სიხარული, რომელიც პატრიარქმა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ატარა და მისი სიტყვები, რომელიც ყოველთვის გვამხნევებდა ჩვენ, ყველაფერი კარგად იქნება, ზუსტად ეს დაკავშირებული არის ქრისტეს აღდგომასთან, რომ დაიძლევა ბოროტება, სიკეთე იზეიმებს. ამ დღესასწაულს ყოველთვის ჩემს ქალაქში, ჩემს საყვარელ გორში ვხვდები, ჩემს გორელებთან ერთად, ჩვენს მთავარ ტაძარში, ყველა ვიკრიბებით ერთად და ერთად გვიხარია, რომ ეს ბედნიერი დღე ჩვენს ცხოვრებაში კიდევ ერთხელ დადგა. გულოცავ სრულიად საქართველოს, ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად, მრავალს დაესწართ. ყველაზე დიდი დღესასწაულია მართლმადიდებლურ რელიგიაში და ყველას მისცელა და მადლი გვფარავდეთ.